სტარტი აიღო დავით მეხეშიძის სახელობის რიგით მეოთხე ტურნირმა მინი ფეხბურთში. ამჯერად შეჯიბრში 12 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ძირითადად დაღუპული ფეხბურთელის ახალი მეგობრებით და ნაცნობებითაა დაკომპლექტებული. ისინი 4 ქვეჯგუფში გადანაწილდნენ და 8 დღის განმავლობაში საუკეთესო შედეგის ჩვენება შეეცდებიან. გამარჯვებულს კი დავით მეხეშიძის სახელობის თასი გადაეცემა. ყველა თამაში ბათუმის ბულვარში კომპლექს მაგნოლიასთან მდებარე სტადიონზე გაიმართება. ტურნირი დღეს ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც ქალაქის მერი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. რამდენად ეს ტურნირი მეოთხე წელია იმართება, უკვე ძალიან სახელიანი ტურნირი გახდა ბათუმის და შესაბამისად ძალიან ბევრმა გუნდმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღო. უამრავი ახალგაზრდა, უამრავი გულშემატკივარია და რა ვიცი, ეს ტრადიცია ყოველთვის რაც ქონდა ბათუმს და რაც გარკვეულწილად მინელებული იქნა, უნდა აღზრდეს. ყველას მეტად სასიამოვნოა ის, რომ ეს ახალგაზრდა თაობა, ვინც დათოს თანატოლები არიან, აი თქვენი თანატოლები, ხო? აი ამ დღეს რომ პატივსცემენ და ამ დღეს რომ იკრიბებიან და ამას ყოველივეს აკეთებენ. ეს ერთი არის, რომ მისი ხსოვნის უკდავსაყოფად, მეორე ის არის, რომ აი ჯანსაღი ცხოვრების წესს ამკვიდრებენ ქალაქში. თითქმის მთელი ბათუმი, მთელი ქალაქის ახალგაზრდობა ჩართულია დღევანდელ დღეს ამ ტურნირში. და კიდევ მინდა ერთხელ აღინიშნოს ის, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭმა თავის ცხოვრების მოკლე მანძილზე შეძლო გაეკეთებია ის, რომ თავი დაემახსოვრებინა მთელი ბათუმისთვის, თავი შეეყვარებინა მთელი ქალაქისთვის.